მინდა წარმოგიდგინოთ როგორ გამოიყურება მომავლის ქალაქი საინტერესოა, ხო? ნახოთ როგორ არის მომავლის ქალაქი გააზრებული თამარ გოგონის მიერ, რომელიც გახლავთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლიდან და ძალიან ამაყივარ რომ თქვენ ჩვენს გვერდით ხართ ახლა დღესდღეობით. წარმატებები და რეგლამენტის ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით. რეგლამენტის თაობაზე უნდა შეგახსენოთ კიდევ თითოეულ მონაწილეს. მადლობა. დიდი მადლობა თქვენ, ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა დღეს აქ ყოფნა ფინანსის პროექტებს შორის, რომელიც ძალიან საინტერესო იყო თითოეული რადგანი და დარწმუნებული ვარ, მომავალი პროექტები ძალიან საინტერესოა. პირველ რიგში დღევანდელ დღეს გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღე არის და სწორედ ამ სამეცნიერო ქალმეცნიერთა საერთაშორისო დღე არის და ჩემს მაისურზე თითოეული ლოგო ერთ-ერთი მეცნიერის სახელს უკავშირდება. ძირითადი მიმართულებები, რაზეც ჩვენი STEM კლუბი მუშაობს, ეს არის სწორედ ის, რომ გოგონების როლი იყოს გაზრდილი და მეცნიერებით დაინტერესდნენ არა მხოლოდ გოგონები, არამედ მთელი სკოლა, ასე ვთქვათ. და სწორედ ამაში გამოიხატება ჩვენი პროექტებიც. საკმაოდ ესეთი განებივრებულები ვართ ჩვენც, რომ დავიწყეთ ცარიელი ხელებით რაღაცებს საკუთარი ხარჯებით იზოლობდი, რაღაცებით ძველი ინვენტარი გამოვიყენეთ ხოლმე მე საერთაშორისო პროექტებში ციფრულებში მივიღეთ მონაწილეობა და ამასობაში დაგვინახეს და მოხდით 12 სკოლას შორის საქართველოში, რომლებსაც სერიოზული რესურსები გადმოგვეცა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და აი რაც ის რესურსები ჭირდება ხალხში, მე სწორედ იქიდან დაიწყო ჩვენი მომავლის ქალაქის იდეა, რომელიც უკვე არაცარიელი ხელებით, არამედ რეალურად მაკეტებით გავაკეთეთ და წარმოვადგინეთ. თუ გნებათ მეილში პირდაპირ ლინკი გაგხსნათ, ხო? ფერიის საჯარო სკოლა ბათუმში, თითქმის ბათუმში მდებარეობს, აი საბაგირო გზა რომ თავდება, ის ადგილია და ჩვენ საკმაოდ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე გამოფენებს, აი ესე ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის აფხის პერიოდში ხდება ხოლმე ასეთი შეხვედრები და თქვენც თუ დაინტერესდებთ ქალაქის მაკეტი ვერ წარმოადგინეთ ფიზიკურად დღეს ამ სივრციდან გამომდინარე და მომავალში თუ სურვილი გექნებათ რომ ნახოთ ეს მაკეტი, შეგიძლიათ გვესტუმროთ, გვაქვს ხოლმე ასეთი დღეები. სხვა შორის ჩვენთანაც ისე მოვხდით აჭარის ტელევიზიაში, რომ აი ესეთი ღონისძიებები გქონდა Facebook ივენთის სახით გამოქვეყნებული და თვითონ ტელევიზიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, დაგვიკავშირდნენ და მიგვიწვიეს პირდაპირ ეთერში. აი ეს არის ჩვენი პრეზენტაცია. გამხნევოთ მეგობრებო, საპრეზენტაციო საკითხებს დღეს ვისაუბრებთ პროექტის აღწერაზე, პროექტის მონაწილეებს გაგაცნობთ, იმიტომ რომ მე მხოლოდ მენტორი ვარ, ასე ვთქვათ და ჩემს უკან 17 მნიშვნელოვანი მოსწავლეა და მათ უკან კიდევ სხვა მოსწავლეები, რომლებიც გარკვეული წვლილი მიუძღვით ამ პროექტში. ჩვენი პროექტის უნიკალურობას გაგაცნობთ, ასევე საჯარო და პროექტების პროცესი, მნიშვნელოვანი პროცესი უნდა ვისაუბროთ, საზოგადოების გაცნობის გეგმა, საბოლოო შედეგები და ბოლოს კითხვებისა და დისკუსიისთვისაც მისად ვიქნებით. რაც შეეხება თვითონ მაკეტი გამოჩნდება ეხლა. თქვენ გადადიხართ თუ ვერ გადავდივართ? ეხლა მე გადავედი? თქვენ გადადით მაშინ? აი შეფლექსი. პროექტის აღწერას რაც შეეხება, აქ წარმოდგენილია ეს ქალაქის მაკეტი, რომელთაც პირველად ეს იდეა გაჩნდა სწორედ იმ რესურსებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გვქონდა სკოლაში და ბავშვების სურვილი იყო, რომ ერთ-ერთ კონკურსშიც მივიღეთ მონაწილეობა და იქ დავერჩი, ასე ვთქვათ, რას გავაკეთებდით და მომავლის ქალაქის იდეაზე შევჭერდით, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ მოიცავს თვითონ მოსწავლეთა სურვილებს და მათ წარმოსახვას თუ როგორ წარმოუდგენიათ მომავლის მწვანე და ჭკვიანი ქალაქი. აქ წარმოდგენილი არის სხვა გენერატორები, რომლებიც თითოეულ ენერგიას გამოიმუშავებს, ისე რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით არის ძალიან სუფთა. მაგალითად, წარმოდგენილია აქედან დავიწყებ, რომ ეს იშვიათი ალბათ არ გეცოდინებათ, მარილიანის ზღვის გენერატორი, რომელიც ძალიან მორგებულია რეგიონის საჭიროებებსაც. ზღვისპირა რეგიონში მარილიანი წყალი ბევრი გვაქვს და სწორედ აი ამ მარილიანი წყლის მეშვეობით შესაძლებელია ნატრიუმისა და ქლორის იონების მოძრაობის ენერგიის გამოყენება,
იმისათვის, რომ მივიღოთ ელექტროენერგია. გარდა ამისა, წარმოდგენილი გვაქვს ქარის გენერატორი, ფოტოზე კიდე არ ჩანს, გვაქვს მზის პანელები, იქეთ საბაგირო გზასთან, საბაგიროც თავად დააპროექტეს მოსწავლეებმა. ჩვენი ნამუშევარია, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ადგილზეც, ფერიაში თუ გვესტუმრებით, ძალიან გაგვახარებთ ზაფხულის პერიოდშიც და ისედაც. ახლა სამწუხაროდ აქვე წამოვიხეთ, ითვინინგის გამოფენაზე მქონდა ქალაქის გარკვეული ფორმა. მას შემდეგ კიდე რაღაცები დავამატეთ და ისე ვმუშაობთ, რომ სხვადასხვა რაღაცა მოწყობილობები გავაუმჯობესოთ, ჩავამატოთ. 3D პრინტერი გვაქვს სკოლაში, სწორედ იმ პროექტის ფარგლებში მიღებული და აქ წარმოდგენილია 3D პრინტერზე დაბეჭდილი შენობები, მაგალითად სკოლის შენობა დააპროექტა ერთ-ერთმა მოსწავლემ. გვაქვს კიდევ სხვა მოწყობილობები, ანბანის კოშკი არის დაპროექტებული, ასევე ეშმაკის პორტალი და აი აქ ანბანის კოშკი არის ნაცრისფრად. ამის შემდეგ კიდევ უფრო გამჭვირვალე და რეალური მაკეტი გავაკეთეთ. ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ის, რომ ტყვიანი სახლი არის ამ ქალაქში, რომელსაც აქვს სარეცხის შემოტანის ფუნქციაც და როგორც კი წვიმა დაიწყება, საწვიმარიდან ჩამოსული წყლის ნიაღვარი დაატრიალებს გენერატორს და ენერგიის მომარაგება მოხდება. ანუ ენერგიას ვიღებთ წვიმიან ამინდშიც, ენერგიას ვიღებთ მზის პანელებით, მზიან ამინდშიც, ქარის გენერატორიც გვაქვს და როგორც კიდევ მარილიანის ღრუს გენერატორი, რომელიც ნებისმიერ ამინდში იმუშავებს. გვაქვს აქ უფრო ნაცნობი პროექტები, საპარკინგო სისტემები, სარადარო სისტემა, ანუ ბევრი ისეთი პროექტი, რომელიც არდუინოს მეშვეობით კეთდება ხოლმე და შეიძლება თქვენთვისაც ნაცნობია მსგავს ტექნოლოგიებზე, თუმცა თითოეულ მათგანში აი მოსწავლეთა ეს არის ჩვენს კლუბის შეხვედრები გვაქვს ხოლმე ხანდახან კვირაში 2 საათი ხამოვიდეთ დღეს რადგან აქ ვარ და დღეს ვერ ვატარებ მომდენო კვირაში თორი შეხვედრება იქნება ბავშვებიც ისე მომთხოვადებებია ხოლმე აი ესეთ პროექტებს ისე ვაკეთებთ რომ რამდენიმე აკეთებს ერთობლივად პატარები და საკუთარ მათგანს მოვათავსებთ ხოლმე ჩვენს მაკეტზე შემდეგ საიტზე გადავალ რომ გადავიდეთ რომ პროექტის მონაწილეები აი ხედავთ წარმოდგენილი 17 მოსწავლე აქედან სულ ზემოთ მიწერილი 12 კლასელები რომ შარშანდელი ყვაწილი თქვა საბაგიროს დაპროექტება ამ მოსწავლეებმა გააკეთეს და წელს ცოტა ნაკლებად არიან ჩართულები, მაგრამ იმდენად დიდი საქმე აქვს უკვე ჩადებული, რომ აქ იმსახურებენ რომ იყვნენ. ამის შემდეგ სლაიდზე ცოტა მეგოჩებთ დატოვეთ სლაიდიც, რომ მაინც გწოდნოდათ, რომ ესე იგი ვორქშოპებსაც ვატარებ ხოლმე ქართულ და ინგლისურ ენებზე, ტექნოლოგიაში გალსავად გამარჯვებული გუნდის მენტორი ვარ, ასევე ცენტრში მასწავლებლად ძალიან დიდი პატივი ხოჭის და ასევე მოკაც რაღაც ითვინგის პროგრამის ხოცხოვამრავი იდეა და ენთუზიაზმი აქვს და ახლა ეს იმიტომ დავტოვე აქ რომ თქვენთან ერთადაც და იმიტომაც ვახსენებ ფერიაში ნებისმიერ დროში გამოფენაზე მოხვიდეთ რომ უფრო მეტად მე ასეთ ღონისძიებებზე ვიტოვებ ხოლმე მონაწილეობას რომ სწორედ ეს კავშირები მე სხვებთან დავამყაროთ და რაღაცა საერთო პროექტებით მომავალში განვახორციელოთ. შემდეგ ხო ეს YouTube არხიც მაქვს და თუ დაინტერესდებით შეგიძლიათ ეს კამერაც და დაიცნოთ. შემდეგ საკითხი არის აი სამუშაო პროცესი როგორ ხდება. ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში გამოგვეცა სოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში გამოგვეცა სკამები და აბეჭიც. და არ ყოფნის ხოლმე სკამები, ვიდრე ბევრი მოსწავლე უკვე ჩართული და აქაც ჩანს ახლა რომ ორი მოსწავლე ფეხსეთგასთან დრონით იღებდნენ ამ კადრებს და დანარჩენები ესე და სხვა კლასთან შემოტანილი სკამებიც გვაქვს ხოლმე. შემდეგ სლაიდზეც გადავალ დროის და შემდეგი საკითხი ეს იყო პროცესი თუ არ ვწდები უნიკალურობა უცებად ხო. ჩვენი პროექტის უნიკალურობა ის არის რომ მომავლის ხედვა ჩანს მოსწავლეების, ანუ ისინი ფიქრობენ რომ მომავალში როგორი იქნება ჩვენი გარემო და როგორი უნდა იყოს. რეგიონის საჭიროებებზე ორიენტაცია პირველ რიგში ყველა ჩვენს თითოეულ მოწყობილობაში ეს ჩანს და არის გამოყენებული პრაქტიკული მეთოდება. კი, გვიყვარს თეორიაც, მაგრამ ჩემ მოსწავლეებში უფრო მეტად ინტერესი იწვევს ის, რომ აი პრაქტიკულად რაღაცა დაინახონ, რაღაცა გააკეთონ და მერე უფრო მიდიან ხოლმე თეორიულ გააზრებისკენ, როცა რეალურად დააწყობენ ხოლმე. ინტეგრირებული მიდგომა უცებად ყველას ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. გადამუშავებული მასალის გამოყენება სკოლაში რესურსები, ტივის საუბრერო რაღაცები გვაჩუქეს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვითვალისწინებთ იმას, რომ სამომავლოდ ყველაფერი გადამუშავებული იყოს, გამოყენებული იყოს, ამიტომ ჰაერის გამწვევი სისტემის ერთ-ერთი მოწყობილობა, რომელიც ახლა მუშაობთ, სწორედ გადამუშავებული მასალებისგან კეთდება. საგანმანათლებლო ღირებულებას ხედავთ და კიდევ მომავალ წლებში დავინახავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსწავლეებისთვის. შემდეგ ეს არის ინჟინერული დაპროექტების პროცესი და აქ ხდება ფიზიკის და STEM საკითხების თეორიული ცოდნის გამოყენება. რეალურად აქ იმ არდუინოს პროექტებშიც
ტექსტის პროგრამირების ცოდნაც არის საჭირო, გამოთვლებიც არის მათემატიკური საჭირო, არის წყობილობები, რომელიც ქიმიის ცოდნა არის საჭირო და უკვე რაღაცას თან ინგლისურ ენაზეც ეცნობიან ეს მოსწავლეები და რამდენიმე საგანია ფაქტობრივად გაერთიანებული და ჩემი კოლეგებიც გვერდით მიდგანან და დირექციის ხელშეწყობაც მაქვს სასწავლო ნაწილი ჩვენი ქიმიის მასწავლებელია, დირექტორი ძალიან აქტიურია და ყოველთვის გვერდით გვიდგას დღეს ვერ მოახერხა საფრთხე ჩამოსეტურ სტუმრები ყავს ბათუმში და ბოლო წუთებში გადაწყდა რომ დღესაც შეხვედრა იქნებოდა. შემდეგ სლაიდზე გადავალთ, ეს არის ჩვენი ქალაქის მაკეტის შედეგად გაეროს მიზნებიდან რომელი მიზანი მიიღწევა. სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა ხდება, სუფთა წყალი და სანიტარია, ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია. ამას ახლა მე ისე ჩავიკითხავ, მაგრამ ისე რეალურად თითოეული მათგანი რამდენად მნიშვნელოვანია და ეს თვითონ მოსწავლეებმა შეხედეს და დააკვირდნენ და თვითონ ამოწერეს, რომ მართლაც რეალურად გადის ჩვენი მოწყობილობები ამ მიზნებზე, მრეწველობა, ინოვაცია, ინფრასტრუქტურა, მდგრადი ქალაქები და დასახლებები, კლიმატის ცვლილებების საწინააღმდეგო მოქმედებები და ოკეანისა და ზღვის რესურსების გამოყენებაც ხდება. შემდეგი სლაიდი რაც არის, ჩვენ გვაქვს ახლა საზოგადოებისთვის გაცნობის გეგმა. ანუ ჩვენ გავაკეთებთ პრეზენტაცია სკოლისათვის და ყოველთვის ინტერესი არის ხოლმე კლასის სახელმწიფოს გიშევთ, რომ სულ ახებენ ჩვენს კლასს დაინტერესებს რას ვაკეთებთ და ამიტომ ერთი დიდი პრეზენტაცია ჩავატარეთ სკოლაში და გავაცანთ უმცროს კლასელებსაც რას ვაკეთებთ. ძირითადად პროექტში არის ჩართულები მე-7 კლასის ზემოთ მოსწავლეები, იმიტომ მე ვასწავლებ ფიზიკას, მაღალ კლასის მოსწავლეებს და ჩემი მოსწავლეები, თუმცა მე-9 კლასს არ ვასწავლებ და ისინიც შემოდიან ხოლმე და აკეთებენ. ასევე მქონდა ლაბორატორიის გახსნისას ოფიციალური პრეზენტაცია, ჩვენი რესურს ცენტრის ხელმძღვანელი იყო მსუ და სხვა სტუმრები. პრეზენტაცია მქონდა გონიოს ციხეში, ასეთი ანუ უკვე იცოდნენ ჩვენ რა მქონდა, უკვე გვეპატიჟებდნენ მსგავს ღონისძიებებზე, აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჩვენ ვიყავით ერთხელ მისულები, ერთხელ ჩართვა იყო პირდაპირ ჩვენი კლასიდან და ესე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მომავლის ქალაქის კონკურსში გავედით ფინალურ ეტაპზე და ასევე ითვლების წლების შემაჯამებელ კომპეტენციაზე, ანუ ეს ბოლო ორი ღონისძიება თბილისში ჰქონდა წარმოდგენილი. შემდეგ საბოლოო შედეგებს, რასაც ხედავთ აქ თვითონ მაკეტისა და იმ თქვათ კონკურსების მიღმა რჩება ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მოსწავლეებს ალბათ მოსწავლეებისთვის ფასდამოდებელია და დარჩათ და ჯერ კიდევ ბევრს ფიქრობენ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ძალიან დიდი